ქართლის გაქრისტიანება საქართველოს ცივილიზაციური არჩევნის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა. მოვლენაზე უმთავრესად მოქცევაი ქართლისა ისაუბრობს. იბერიაში ქრისტიანობა პირველ საუკუნეშივე შემოდის, თუმცა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნეში იქცევა. მეფე მირიანის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის წმინდა ნინოს მოღვაწეობა, რომელიც ქრისტიანობის ქადაგებისთვის რთულ გზას გადის. ცდილობს რა ქართლის მაცხოვრებლები კერპ თაყვანისცემისგან იხსნას. წყაროები მოგვითხრობენ მისი დახმარებით ნანა დედოფლის სასწაულებრივი განკურნების შესახებაც. თავად მეფის მოქცევა კი გადმოცემის თანახმად მზის დაბნელებას უკავშირდება. მეფე ქრისტეს შესთხოვს დახმარებას და მზეც გამობწყინდება, რის შემდეგაც მირიანი რწმუნდება ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში და მას სამეფოს ოფიციალურ რელიგიად აცხადებს.